ძლიერი ინსტიტუციების ინდექსით საქართველოს ხელისუფლებამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიოში 34 ადგილზე გადავიდა. ევროკომისიამ კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში ძლიერი ინსტიტუციების ინდექსი გამოაქვეყნა. შეფასების 100%-იანი სისტემით ჩვენს ქვეყანას ახალი ისტორიული მაქსიმუმი 63% აქვს. ინსტიტუციური სიძლიერით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს, მათ შორისაა პორტუგალია, ხორვატია, საბერძნეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მალტა, კვიპროსი, ბულგარეთი, მონტენეგრო, რუმინეთი და თურქეთიც. მსოფლიოში სახელმწიფო მმართველობების ინსტიტუციური სიძლიერე შეფასდა 4 კრიტერიუმით: კოორდინაცია, მონაცემთა შესაძლებლობები, იმპლემენტაცია და ბიუროკრატიის ხარისხი. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევას ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტი აწარმოებს, რომლის სათაო ოფისიც სინგაპურში მდებარეობს. ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის და სხვა საერთაშორისო აღიარებული სუბიექტების გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფესიულ და პროფილურ კვლევებს და ანგარიშებს. ყველა ოფიციალური სერიოზული კვლევა ყველა წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო ინსტიტუტებისა და თვით ევროკომისიისაც აჩვენებს, რომ საქართველო არის მართლაც განვითარების ძალიან კარგ მიმართულებით და მაღალი მიმართულებით განვითარებული ქვეყანა. ამიტომ აი ეს ბოლო კვლევაც აჩვენებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მდგრადია. ეს არ არის პირველი, ასე ვთქვათ, წარმატებული რეიტინგი საქართველოსი. და თქვენ ხედავთ, რომ ფსევდოლიბერალების მხრიდან ზეპირსიტყვიერი განცხადებებით წუნიედება საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას და რეიტინგებში პრაქტიკულად ყველგან არის წინსვლა. ისე რომ ვფიქრობ, ესაც კარგი ინდიკატორია იმისა, რომ რეალურად რა ხდება და რა განცხადებებით ებრძვიან ხელისუფლებასაც და საქართველოსაც.